თიკა ალბათ გამეთანხმები, რომ ადამიანების უმრავლესობას დაურსულება ძალიან მარტივი გონია. თუმცა ეს ასე არ არის. ამისთვის საჭიროა მამაკაცის სპერმამ შეაღწიოს ქალის მომწიფებულ კვერცხუჯრედში. დაიძნენ, მიემართებიან უკვე. შემდეგ რა ხდება? განაყოფიერება. რა თქმა უნდა, მართალი ხარ, ხდება განაყოფიერება და განაყოფიერებული კვერცხუჯრედი უნდა გადავიდეს საშვილოსნოში. ხდება საშვილოსნოში მიმაგრება. ეხა ეს ვინ არის და საერთოდ? აი ეხა გადა. აი ვინ არის? ფალოპის. ეს არის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. კი. მიცუქცუქებს. აი, ეხა არის მიმაგრების პროცესი. წავიდა პროცესი. აი ეს 9 თვე გრძელდება და 9 თვის შემდეგ უკვე თქვენ მშობელი ხართ. თარან! დამარტივია მართლა ყველაფერი ერთი შეხედვით. ერთი შეხედვით, კი. მაგრამ თუ გიფიქრია იმაზე, რომ წყვილების უმრავლესობის რეპროდუქციული პერიოდი გადის იმის მცდელობაში, რომ ორსულობა პირიქით აირიდონ და არ დადგეს. ხო, ასეა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ორსულობა გონია ბუნებრივი პროცესი, მარტივი რაღაცა, თავისით ხდება ეს ყველაფერი და ფიქრობენ, რომ როცა უნდათ, მაშინ დაორსულდებიან. მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ არის. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, სურათი არც ისე მარტივია. 30 წლის მერე ქალების დაორსულების შანსი 20%-მდე ეცემა. 40 წლისთვის კი ეს შანსი 5%-ია. ამას დაუმატეთ ისიც ორსულობის 10-დან 20%-მდე სპონტანური აბორტით მთავრდება, ანუ იგივე მუცლის მოშლა. ამ სტატისტიკის ფონზე თიკა შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, თუ როგორ მრავლდებით კაცობრიობა. თიკა აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს მსოფლიოში საშუალოდ 48 მილიონი უშვილო წყვილი არსებობს. მოკლედ მშობლობისკენ მიმავალ გზაზე ბევრ წყვილს იმედგაცრუება და ესეთი საკმაოდ არასწორი გზით სიარული მოუწევს, რადგანაც არ არის მარტივი, როგორც აღმოვაჩინეთ, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ყურებით ჩამოვყაროთ და უიმედობით, ესე ვთქვათ, შევიმოსოთ. მართალი ხარ თიკა, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელიც ემსახურება საშვილოსნოში ისეთი გარემოს შექმნას, რომ ის მზად იყოს ჩასახვისთვის და ახალი სიცოცხლის შექმნისთვის. დღეს უკვე თავისუფლად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია და რეგენერაციის მიღწევა. აღდგენა. ასე ვიტყოდი და მოდით სწორედ დავპატიჟოთ სტუმრები, რომლებიც არიან ძალიან გათვითცნობიერებული ამ საკითხებში. პროფესორი რეპროდუქციული კლინიკა GGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე და ექიმი რეპროდუქტოლოგი თამარა ნადირაშვილი. მოგდანდით! ძალიან სასიამოვნოა თქვენი კვლავ ჩვენთან დაბრუნება და სტუმრობა და საინტერესოა, რამდენად ხშირია ენდომეტრიუმის პრობლემა. ბევრი ადამიანი უყურებს დღეს გადაცემას და ეს კითხვა სწორედ მათი ძალისხმევით მოვიდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვაა ხოლმე, რა არის პრობლემა. ყველაფერი კარგად გვაქვს, ერთი და იგივე პარტნიორია, ძალიან კარგი გენეტიკური ჯამრთელი ემბრიონები გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ მიმაგრება არ ხდება. ეს რაც შეეხება ინვიტროს პაციენტებს, თუმცა ენდომეტრიუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაში და ძალიან ხშირად არის ხოლმე ისეთი უშვილობის თემა, როდესაც მაგალითად ოვულაცია, რომელიც გვაჩვენეთ როგორ მიემართება განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ენდომეტრიუმისკენ, ხდება აბსოლუტურად დროულად, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ენდომეტრიუმი ან იმდენად თხელია, ან იმდენად სტრუქტურულად მისი რეცეფცია დარღვეულია, რომ უბრალოდ აი ის ნიდაცია, რაც თქვენ აჩვენეთ, სწორედაც არ ხდება. ესე იგი, ჩვენ ესეთი შემოთავაზება გვაქვს ნინო, რომ კიდევ ერთხელ ვნახოთ ის ვიდეო და თქვენ უკვე როგორც ემბრიოლოგმა გაგვიყვანოთ, ესე თქვა, ზუსტად იმ გზაზე, რასაც გადის რეალურად პროცესი და სად შეიძლება იყოს ხარვეზი. ანუ, როდესაც მოდის ჩვენთან პაციენტი, რეალურად არ ვიცით რა ეტაპზე ხდება პრობლემა და რატომ დგება უნაყოფობის თემა ამა თუ იმ პაციენტთან. თუ რეცეფცია ნორმალურია და კვერცხუჯრედში შეაღწევს სპერმატოზოიდი, ესე იგი განაყოფიერების პროცესი მიმდინარეობს. თუმცა როცა ინვიტროსთან მიმართებაში მოვდის პაციენტი, ძალიან ხშირად ჩვენ შეყვავს სპერმატოზოიდი თვითონ კვერცხუჯრედში, იმიტომ რომ შესაძლებელია, აი ასე ბუნებრივად რომ დაასხა სპერმა, არ გამოვიდეს განაყოფიერება. ანუ იქ განაყოფიერება არ ხდება ერთ შემთხვევაში. მეორე შემთხვევაში მოხდა განაყოფიერება, მაგრამ გაყოფა არ მოხდა. ეს არ გაყოფა? დიახ, უკვე გაიყო, ანუ ზიგოტა წარმოიქმნა, მაგრამ არ იყოფა.
ანუ ენერგია არ ყოფნის, ესეც მნიშვნელოვანია. გაყოფას ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდება. ძალიან ბევრ შემთხვევაში არასწორად იყოფა და ყალიბდება არაჯანსაღი ემბრიონი. და შესაძლებელია, ეს არის ჯერჯერობით მორულა სტადიაზეა. ეხლა გაიყო, ეს არის ემბრიონი, ჯერ არის 2 უჯრედიანი, მე არის 4 უჯრედიანი, 8 უჯრედიანი, შემდგომ ხდება მორულა მეოთხე დღეს განაყოფიერებიდან და ეს უკვე ნიდაცია მოხდა ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში. აი ამ დროს თუ ენდომეტრიუმის ან რეცეფციაა დარღვეული. ეს ენდომეტრიუმი. ეს არის ენდომეტრიუმი. აი ეს არის ენდომეტრიუმი, ზუსტად, სადაც მოხდა ჩაზრდა. დიახ. ბუსუსებიანი ეს ბუსუსებიანი ადგილი არის სწორედ ის, რაც პერიოდულად იზრდება, ემზადება ორსულობისთვის და შემდგომ ჩამოიფსქნება თუ არ მოხდა ორსულობა მასში. ეს არის შემდეგ ციკლი, რასაც ხალხი ყოველთვიურად აქ არის ყოველთვიურად ციკლი და აი ენდომეტრიუმი. ეს არის ენდომეტრიუმი. ეს ხო უკვე საშვილოსნოა თუ სად? ეს არის ენდომეტრიუმი. და ეს არის ეს არის ის შრე, რომელიც იფსქნება. და ამას აქვს რეცეფციები დაქვეითებული. ამას აქვს რეცეფცია დაქვეითებული. ის შეიძლება იყოს ძალიან თხელი და აბსოლუტურად არ მიიღოს ემბრიონი, მიუხედავად იმისა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და თუ ვერ ეწევა მაგალითად ოვულაციას ენდომეტრიუმი, მაინც არ მოხდება ჩაზრდა მასში, ანუ უნაყოფობის პრობლემა იქნება ენდომეტრიუმი. ამიტომ ჩვენ თვითონ როცა განაყოფიერებაზე ვსაუბრობთ და როცა ინვიტრო განაყოფიერებაზე ვსაუბრობთ, რეალურად თავიდან არასდროს არ ვიცით რა ეტაპზე აქვს ამ წყვილს პრობლემა. ანუ წინასწარ ენდომეტრიუმს არ სწავლობთ და ენდომეტრიუმს სწავლობთ აუცილებლად, მაგრამ ენდომეტრიუმისას ჩვენ ვხედავთ ეხოსკოპიურად სისქეს და ვხედავთ სტრუქტურას. ჩვენ რომ მოგწონს, არ ნიშნავს რომ ის რეცეფცია, რასაც ქვია, ეს არის თვალი და ყური. ანუ ჩვენ მხედველობა გვაქვს თუ არა, ესე ვიზუალურად ხო არ გვეტყობა. ასევე ჩვენ ვერ ვხედავთ მას, აქვს თუ არა მხედველობა და სმენადობა. და თუ ჩვენ მოგწონს ენდომეტრიუმი, აბსოლუტურად არაფერს არ ვცვლით ამ ადამიანთან და რეალურად ხდება პირველი გადატანა. აი პირველი გადატანის მერე, თუ გენეტიკურად ჯანმრთელი ემბრიონი გადავიტანეთ და არ დაორსულდა, მერე ისმება შეკითხვები და მერე მივდივართ იმ ეტაპებით, რასაც ქვია ენდომეტრიუმის პრობლემა და უკვე ერთვება ბევრი საკითხი. ყველაფერი სხვადასხვა დონეზე განხილვა და ჩვენ ეს ყველა ტესტის ჩატარება შეგვიძლია და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ რაიმე გამოგვივიდეს. შეიძლება თუ რომ მკურნალობის გარეშე ასეთ პაციენტს ყავდეს შვილი. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება. ჩვენ ციკლურები ვართ ქალები. თავისუფლად შეიძლება ერთი ციკლი ქალის იყოს აბსოლუტურად რეპროდუქციული, მეორე ციკლი აბსოლუტურად არარეპროდუქციული. შესაბამისად, ჩვენ ვერასდროს ვერ ვეტყვით ქალს, რომ თქვენ ასეთი ენდომეტრიუმი რადგან გაქვთ, არასოდეს არ დაორსულდებით, თუ ამას არ დავაკვირდით ციკლურად რამოდენიმეჯერ და არ ვთქვით, რომ პრაქტიკულად ამ ენდომეტრიუმში ორსულობა არ განვითარდება. ენდომეტრიუმი რა არის? დავინახეთ და გავიგეთ. ესე გათხელებაც არის ენდომეტრიუმის, როგორც ინო თქვა და გასქელებაც გამიგია. ხო, რა არის მისი ნორმალური მდგომარეობა? ნორმალური მდგომარეობა ენდომეტრიუმის არის დაახლოებით 7 მმ-დან 11-12 მმ-მდე. თუ უფრო მეტი არის, ჩემთვისაც არის კითხვის ნიშნები, იქნება არის ჰიპერპლაზია, ის რაც შეიძლება არ ჩანდეს ეხოსკოპიაზე და ასეთ პაციენტებს ხშირად უნიშნავთ ჰისტეროსკოპიას ემბრიონის გადატანამდე, ასევე როდესაც თხელი არის 7 მმ-მდე, მაგ შემთხვევაშიც კეთდება ჰისტეროსკოპია, იმიტომ რომ ყველაფერი არ ჩანს ეხოსკოპიურად, შემიძლია ვივარაუდო ეხოსკოპიის მეშვეობით, მაგრამ ზუსტი დასკვნა არ შემიძლია გავაკეთოთ. აი ეს მისი სისქე ასე ვთქვათ, გასქელებულია თუ გათხელებული, რამეზე არის დამოკიდებული და ცხოვრების წესია ეს თუ ასეთი მოცემულობით იბადება დაუშვათ? ცხოვრების წესზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, როდესაც ენდომეტრიუმი თხელია, რა თქმა უნდა, რაღაცა მიზეზის გამო არის თხელი. ან ჰიპოესტროგენი არის და ესტროგენი ცოტა გვაქვს, ან გადავიტანეთ რაღაც ანთებითი პროცესი, სინექიები არის, რაღაცა პრობლემა შეიძლება იყოს, ან ადენომიოზის დროს ენდომეტრიოზის საშვილოსნოს ხშირად არის, მაგ დროსაც თხელი ენდომეტრიუმია. თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, არა მხოლოდ სისქეზე არის საუბარი, არამედ სტრუქტურაზე. 6 მმ-შიც გადამიტანია და 6 ნახევარშიც და მიგვიღია ორსულობა, ასევე 8 მმ-შიც იდეალურ ენდომეტრიუმში გადამიტანია და არ მივიღია ორსულობა ამავე დროს. აი გასქელება უფრო მეტად რომელი პათოლოგიების დროს შეიძლება
შეიძლება იყოს ენდომეტრიუმი. ჰორმონალური პათოლოგია, უფრო ჰიპერპლაზია არის ენდომეტრიუმის, ასევე პოლიპოზი ენდომეტრიუმის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხშირად არაერთგვაროვანი არის ეხოსკოპიაზე და შემიძლია უკვე ვივარაუდო, რომ არის რაღაცა პრობლემა. თუმცა მიკროპოლიპოზი ეხოსკოპიაზე არ ჩანს და ასევე კვლევების მიხედვით მიკროპოლიპი არ არის წესით პრობლემა და იმპლანტაციას ხელს არ უშლის იმ შემთხვევაში თუ 1 სანტიმეტრზე ნაკლები არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც ხისტროსკოპიის შედეგად ვხედავთ, რომ მიკროპოლიპოზი არის, მეორე გადატანა უფრო ხშირად მაძლევს დადებით შედეგს, ვიდრე მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ მომწონდა ენდომეტრიუმი ეხოსკოპიურად. ის იმას არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა გავუკეთოთ ხისტროსკოპია, მაგრამ დასაკები. ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ რატომ თავიდანვე არ ვიცოდი, რომ გამეკეთებინა. რეალურად როდესაც ბუნებრივ ორსულობაზე მივდივარ, ჩვენ ამაში ფულს არ ვხარჯავთ რეალურად და როცა არ უნდა დადგეს ეს ორსულობა, 1 თვის მერე იქნება, 5 წლის მერე იქნება თუ 7 წლის მერე ჩვენ ამაში ფულს არ ვიხდით. როცა მიდიხარ ექიმთან და როცა შენ ხარჯავ ფინანსებს, არ შეიძლება ყველა პაციენტს აბსოლუტურად ყველაფერი გაუკეთო, აბსოლუტურად ყველაფერი ჩაუტარო და უთხრა, რომ ამითი ჩვენ დავიზღვევთ თავს. შეიძლება მოვიდეს პაციენტი, აი მხოლოდ ჰისტეროსკოპია დასჭირდეს, ისიც არ დასჭირდეს. პირველივე გადატანაზე დაახლოებით 50-60% პაციენტებისა ორსულდება და მიდის. აი იმ 40%-ს, რომელიც რჩება და რომელსათანაც კითხვები გაქვს, სწორედ იქ არის პრობლემა, რომ აღმოვაჩინოთ რა არის. პირველი ყველაზე მარტივი არის, რა თქმა უნდა, ჰისტეროსკოპია, ვინაიდან ჰისტეროსკოპია ჩვენ უბრალოდ იმ მიკროპოლიპებსაც მოვაშორებთ, ანთებითი პროცესი თუ არის დავუშვათ, ფიზიოთერაპიას დავუნიშნავთ, მაგრამ არ შეიძლება ყველა ადამიანს გაუკეთო ერა ტესტი, ყველას გაუკეთო PRP, ყველას გაუკეთო ღეროვანი უჯრედები. ჩვენ გვყავს ისეთი რთული პაციენტები, ალბათ 5%, რომელსაც მართლა ეს ყველაფერი დასჭირდა, მაგრამ ეს მხოლოდ 5%-ია. სხვა დანარჩენი ხო წავიდა სახლში და გააჩინა შვილი. ამიტომ რეალურად ექიმის დანიშნულება სწორედ ის არის, სწორი მიმართულება მისცეს პაციენტს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მინიმალური ჩარევით, მინიმალური თუნდაც თანხის ხარჯვით, სწორედ მივიდეთ იქამდე. მოქმედებებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია მართლა. აი მკურნალობაზე ვისაუბროთ, თუ შეიძლება მკურნალობა ენდომეტრიუმის და როგორ ხდება, რა მეთოდებით რომ გვითხრა. როდესაც თხელი არის ენდომეტრიუმი, პირველ რიგში ვნიშნავთ ხისტეროსკოპიას. ხისტეროსკოპიიდან თუ პასუხი მოდის, რომ ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ჰორმონებით ხდება მკურნალობა, ასევე ფიზიოთერაპია ენდომეტრიუმზე ძალიან კარგად მოქმედებს. ყავს ასეთი პაციენტები, მრავლობითი იმპლანტაციის წარუმატებლობა ვისაც აქვს, როდესაც გადაგვაქვს კარგი ემბრიონი, როდესაც კარგი ენდომეტრიუმი არის მეტნაკლებად, მაგრამ ორსულობა არ დგება. იქ უკვე იწყება სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობა, იმ მეთოდებითაც, რომლებიც არის ექსპერიმენტალური დონეზე დღევანდელ დღეს და არ არიან შეტანილი გაიდლაინში, რომ კი გასაკეთებელია. აკეთებენ ბევრი კლინიკა ევროპაში, ამერიკაში, მაგრამ არც ერთ გაიდლაინში არ არის შეტანილი, იმიტომ რომ დღეს არ არის დადასტურებული რომ მუშაობს. მაგ შემთხვევაში პაციენტს რა თქმა უნდა ვესაუბრებით ამის შესახებ, რომ შეიძლება აიწიოს შედეგი 20-25%-ით, თუ ხართ მზად რომ გავაგრძელოთ ეს გზა, მაშინ უნდა გავაგრძელოთ, თუმცა ვერ ვეუბნები რა თქმა უნდა 100%-ით რომ აუცილებლად იმუშავებს. ეს PRP თერაპია არის, რომელიც კეთდება ენდომეტრიუმში, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ეგზოსომოთერაპია. ეს ყველა მეთოდი, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში, ჩვენც ვიყენებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში მუშაობს, ზოგ შემთხვევაში არ მუშაობს. რა დრო ჭირდება აი ამ რეგენერაციის პროცესში? თუ ენდომეტრიუმზე არის საუბარი, ამავე ციკლში კეთდება, გადატანის ციკლში კეთდება 48 საათით გადატანამდე, ზოგჯერ 7 დღით ადრე გადატანამდე. დიახ, რთული პროცედურა არ არის. არ გრძელდება, რომ რაღაც აღდგეს მოხდეს რეგენერაცია, შემდეგ მოხდეს. არა, მხოლოდ საკვერცხეს როცა ვაკეთებთ, მაშინ 2-3 თვე ველოდებით შემდეგ სტიმულაციამდე. ენდომეტრიუმის შემთხვევაში იმავე ციკლში, როდესაც გადაგვაქვს ემბრიონი. PRP, ღეროვანი უჯრედები, ეგზოსომა, ყველაფერი ეს იმდენად აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, რომ ის რაც 90 დღეში უნდა მოხდეს, ხდება ზუსტად 2 კვირის განმავლობაში და გაძლევს შედეგს. როცა ჩვენ საუბრობთ კვლევებზე, ყოველთვის ქალტონ თამარი, მე აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ყველას ეუბნება, რომ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გააჩინოთ შვილი. და ერთი შეკითხვა მაქვს ბოლოს. შთაბეჭდილებიდან გამომდინარე ზოგადად გაქვთ თუ არა შემთხვევა, რომ თქვენთან მოსული პაციენტი გაუშვით ისე რომ ვერ შეძელით დაუშვათ მისი გაბედნიერება. იმდენი მეთოდია და იმდენი მიდგომა გახსენდება თუ რა მსგავს, ესე მგონი რომ თქვენ სამწუხაროდ მახსენდება 2 პაციენტი მყავს.
ვისთანაც ძალიან ბევრი გადატანა მაქვს ჩატარებული და ჯერჯერობით ორსულობა მიღებული არ არის, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას. ერთეული პაციენტები არიან ასეთები, მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცოტა არის, მაგრამ არის. მადლობას გიხდით ჩვენთან მოსვლისთვის და წარმატებას გისურვებთ თქვენ და თქვენს პაციენტებს.